შუაღან მშვიდობისა მეგობრებო, ესე იგი, როგორც მოხდა მოვახერხე ჩემი გადატვირთული რა ქვია დამავიწყდა ახლა მაგის ტერმინოლოგია განრიგის გამო მოგესალმებით, როგორც მოხდა მოვახერხე ამ წიგნის დაწყება. წიგნის, რომელიც არის მამა ავთანდილ გიორგობიანის და ქალბატონი გიული შალიკაშვილის მიერ დაწერილი. რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები, ედენა, ედემის სამოთხე. და მოდი ხა მე მინდა წაგიკითხოთ ამონარიდი მამა ავთანდილისა. ესე იგი, როცა მე მღვდლად ვიყავი ნიკორწმინდას ტაძარში 1997-2003 წლებში, რაჭა ლეჩხუმის სვანეთის მხარეში წარმატებით აღვადგინეთ ფუსტობის ჩატარების კაცობრიობის თანასაკ ერთი წუთით აი მე ესე გავწევ და მე თვითონ წავიკითხავ, თორე ვერ ვხედავ აი აქედან. ხო. თანასაკის ეროვნული საღვთო კულტურა, რამაც ეროვნული სარწმუნოებრივი ყოფიერების საკენ მკვეთრად შემოაბრუნა მრევლი. შეიქმნა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები, ტაბუ მოეხსნა და ცნობილი გახდა 1819 წლის 1819-1820 წლების რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომს და მის გმირებს. მოიცადე? და ცნობილი გახდა 1819-1820 წლის რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომს და მისი გმირებს. გასაგები გახდა ისიც, თუ რა როლი შეასრულეს ფუსტებმა. მე მგონი აქ რაღაცა შემეშალა, მე მგონი ხო? მე მინდა მიგიყვანოთ აი აქ, აი ამ საკითხთან მეგობრებო, რაც მნიშვნელოვანია, ხო? ოღონდ აი აქ ვერ მართავ ახლა წინადადებას ერთი წუთით. ახლიდან დავიწყებ რაღაც ერთი წუთით აი აქ სინათლეზე ავიდეთ, თორე ვერ ხედავ. ესე იგი, აი ესე დავიჭერ და მე აქედან წავიკითხავ, ხო? აჰა. შეიქმნა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები, ტაბუ მოეხსნა და ცნობილი გახდა 1819-1820 წელიწადის რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომს და მის გმირებს. გასაგები გახდა ისიც, თუ რა როლი შეასრულეს ფუსტებმა ამ ომში და საერთოდ რა ისტორიული ფუნქცია ჰქონდა ამ ტრადიციის სახით რაჭა ლეჩხუმის სვანეთის მხარეს. იმ შორეულ ისტორიულ წარსულში, მაშინაც კი როცა მსოფლიო ცივილიზაციის აკვნის ქვეყნების საღვთო კულტურის საცავ გადამნახველები ვიყავით ედენას სახით. დღემდე არსებულმა ანტიეროვნულმა ეკლესიურმა ფარულმა ზემოქმედებამ განაპირობა ის, რომ ფუსტობა აიკრძალა რაჭა ლეჩხუმ სვანეთში, რადგან იგი გამოხატავს იმ ისტორიულ საღვთო კულტურულ ყოფას, რაც დამახასიათებელი იყო ამ მხარისათვის. სიწმინდეთა მოძიების და დაცვის საპატრიარქოს გაყოფილების ეპისკოპოსმა ელისე ჯოხაძემ, რომელიც აგრეთვე ამ ტრადიციის ერთ-ერთი ისტორიული რეგიონის ნიკორწმინდის ეპისკოპოსიც იყო, ფუსტობა პუსტად შერაცხა, აი რა კატასტროფამდე მიგვიყვანა ეროვნული საღვთო კულტურის ცნობიერების ეკლესიის ჩანაცვლებამ იმპერიული ერთმორწმუნულით მოხდა ისე, რომ
გარდაიცვალა პუსტას შემთხზელი მეუფე. მის მაგივრად მოსკოვიდან მოვლენილმა ერარქმა ვახტანგ ლიპარტელიანმაც არ დააყოვნა და ფუსტობის მაგივრად ssrk-ს დროს კომუნისტური ცეკას დავალებით წარსულის მავნე რელიგიური გადმონაშთების მიერ შექმნილი წითელი მეცნიერების ხელოვნურად გამოგონილი ფუძემზეობა გახადა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის დღესასწაული. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზანია კვლავ გაგრძელდეს და არ მოხდეს ჩვენი ეროვნული უძველესი და უნიკალური საღვთო კულტურული ფესვების კვლავ გაცოცხლება. ესე იგი, წლებია 2015, 16 და 17 წელი ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლოვანი იუბილე. ამ კომუნისტური ანტირელიგიური მარაზმით აღინიშნება. ესე იგი, 1000 წლოვანი იუბილე აღინიშნება ფუძემზეობით თვითონ რა. ამ კომუნისტური ანტირელიგიური აღინიშნება მაშინ, როცა კრინცაც არავინ ძრავს 2 წლიან იმ საეკლესიო ომზე, რომლის ეპიცენტრი იყო ნიკორწმინდის ეპარქია და მისი დამწყები კი ამ ტაძრის მნათე გლახუნა დონაძე. უნდა შეგახსენოთ ჩვენი ეროვნული გმირისა და წინამძღოლის ზვიად გამსახურდიას შემდეგი სიტყვები. ჭეშმარიტი სარწმუნოება მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური უწინარესყოვლისა გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. აირაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარესყოვლისა, აირას უნდა ვუშველოთ, სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში. ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია. ჭეშმარიტად რელიგიის აღდგენაში უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ 200 წლის წინ იმპერიის მიერ მოსპობილ ეროვნული საღვთო კულტურის კვლავ აღდგენა ჩვენს ეროვნულ სარწმუნოებრივ ცნობიერებაში. ამ წიგნის უმთავრესი მიზანია ქართველ ერს კვლავ დაუბრუნოს ეროვნული მართლმადიდებლური საღვთო კულტურის აღთქმის უნარი და გააცნობიეროს ის საკაცობრიო ფასეულობების საღვთო კულტურა, რომლის წინაპრებმა გვიანდერძეს და რომელიც დღემდე მსოფლიო ცივილიზაციის აკვანის საცავ მემკვიდრედ გვაღიარებს ედენას სახით, რომელსაც დღემდე ანტიეროვნული მოღალატურ ძალების ქმედებით მცდარად არარატის ურარტუს მთიანეთისკენ რომ ამისამართებენ და არა იქ, სადაც მისი ჭეშმარიტი მდებარეობაა, ცენტრალურ კავკასიონზე. წინამდებარე წიგნის მიზანია ობიექტური მეცნიერულ არგუმენტებზე დამყარებით ქართულ მართლმადიდებლურ მრევლში შეიტანოს 200 წლის მოსპობილი ეროვნული საღვთო კულტურის ისტორიის ჭეშმარიტი ცოდნა. ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც ამ ბრძოლაში გვერდში დაუდგება ქართველ ერს, რომელი ცოდნის გარეშეც ვერ მიიღწევა იბერიის გაბრწყინება და მით უმეტეს ქართული ერის სულიერი მისიის აღსრულება. მამა ავთანდილ გიორგობიანი, სოფელ ფუტიეთში არსებული ფუსტელთა სკოლა მუზეუმის წინამძღვარი, ფაზისის აკადემიის რაჭის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბოფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და გიული შალიკაშვილი, სოფელ ფუტიეთში არსებულ ფუსტელთა სკოლა მუზეუმის ხალხური მართლმადიდებლური ფოლკლორის ედენას დამფუძნებელი, პოეტი, ხატმწერი, ფოლკლორისტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა, აქ გარკვევით წერია, როგორ დაგვაკარგინეს, ანუ ბატონი ავთანდილი მუშაობდა ამ საკითხებზე და არაერთი ვიდეო აქვს, როგორც ჩანს ჩაწერილი, მე ჯერ არ მომისმენია. მუშაობდა ამ საკითხებზე და ანუ საფუძვლიანად და მეცნიერული მტკიცებულებებით, ანუ
ყველანაირად მეცნიერულ მტკიცებულებებით ამხელდა იმ საკითხს, რომ ადამიანებმა ჩვენ წაგვართვეს 200 წლიანი კულტურა და შეცვალეს, როგორც ახლა წავიკითხე, შეცვალეს ეს საკითხი მოდერნიზებული ახალი ტერმინოლოგიებითა და ესე იგი ფუსტები, რომლებიც ამდენი წლების განმავლობაში იცავდნენ ქართულ კულტურას, ანუ ქართულ განძეულობას, საქართველოს რაც კი გააჩნდა ღირეული, პუსტობით შეცვალეს, გესმის? და ამას საცინად არ ეყოთ, რომ აი ფუსტები არა, ახლა პუსტები, გესმის? აი ხო და ჩვენ მე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ გიულისთან ერთად ხვალ ფუტიეთიდან გადმოცემთ ამ მუზეუმიდან, რომელიც დაარსა ბატონმა ავთანდილმა და ქალბატონმა გიულიმ, გადმოცემთ ლაივს. თუ კი იქ არის დაჭერა, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, მაშინ არ იყო კარგი დაჭერა და რაც კი შემორჩა ამ მუზეუმს, რამდენჯერმე გაძარცვეს, როგორც ვიცი. ამ მუზეუმს რაც კი შემორჩა, გადმოვცემ ლაივით. მადლობა ნატო. ღმერთმა გაგაძლიეროს თამარო მეუბნება ნატო, მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, ნებისმიერი, იქნება ეს სასულიერო პირი თუ იქნება ეს ერის კაცი, აი ამ საკითხებით ვინც არის დაკავებული, რომ ჩვენი ეროვნული, მოდი ეროვნულს თავი გავანებოთ რა. ბატონი ავთანდილი რა კარგად აღწერს აქ, რომ ესე იგი, რატომ არ უნდა გქონდეს ადამიანს ასევე კულტურის საქმეში, საღვთო კულტურის ისტორიის მეცნიერების არარსებობა, რატომ უნდა იყოს საქართველოში. ესე იგი, ჩვენ რო გაგვაჩნია საღვთო კულტურის ნიმუშები, ისეს მე მგონი არსა და არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და ამის მეცნიერება რატომ არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, სადაც მე ხომ ვიცი ახლა ქრისტიანულ არქეოლოგიაზე ვსწავლობდი და ჩემი ლექტორი მეხვეწებოდა, რომ ესო რა ქვია, დაამთავრეო ეს აქ ჩვენთანო და სადოქტორო საქართველოში გააკეთეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნამუშევრები გაქვთ თქვენო და ბიზანტიურ ხელოვნებათმცოდნეობასო ძალიან დიდ იმას შეძენო რა, ცოდნა შეძენო და მე ძალიან მიყვარდა ეს ფაკულტეტი და ამ ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი და ეს მიმართულება ძალიან მიყვარდა, მაგრამ როგორც ესეთი ჩემი ხარჯებით ვერ შევძელე ამის გაგრძელება რა. არც დაფინანსება მქონდა და არც არანაირი საშუალება მქონდა იმის, რომ დამეფინანსებინა მესწავლა და თან მემუშავა, ესე არ გამოდიოდა უბრალოდ ჩემს ძალებს აღემატებოდა ეს. ამიტომ მე იძულებული გავხდი, რომ ამ ფაკულტეტის და თავი დამენებებინა საერთოდ ამ ფაკულტეტისთვის და გამეგზელებინა იქ, სადაც ჩემთვის პრაქტიკულად უფრო შესაძლებელი იქნებოდა სწავლა. მაგრამ მე ხომ ვიცი და ვისწავლე 4 წლის განმავლობაში, რამხელა კულტურა გაგვაჩნია ჩვენ მარტო არქეოლოგიური საკითხით განხრით, ხო? ნატალია უფალმა შეგაძლებინოსო, მადლობა ნატალია, ღმერთმა გისმინოს. მარტო არქეოლოგიური კუთხით რომ განვიხილოთ საქართველოს ტერიტორია და მარტო აი ბატონი ავთანდილის არ იყოს ჩვენი ისტორიული ძეგლების მეცნიერება, რომ არ არსებობს დღეს საქართველოში, ეს არის ძალიან დიდი საცოდაობა და ჯერ ეგერთიც ძალიან დიდი სირცხვილია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ეს განხრა. როცა მიაქვს ყოველ ორნაბიჯში ხვდება კულტურული ნამუშევრები, არტეფაქტები, ძეგლები, ყოველ არტეფაქტები მიწიდან ჭაჭუნაში რომ დავდივართ ხოლმე ფეხებს ვადგავ აი ამ არტეფაქტებს. მხალიჩასავით არის გადაფენილი და ჩვეულებრივმა თვალმა რომ გახედოს ველს, ხომ? იფიქრებს რომ ეს არის აი უდაბნო. რა უდაბნო ხალხო, მიწაზე დაიხედეთ, ყოველ ორნაბიჯში ნატეხ დამსხვრეული არტეფაქტებია, იცით თქვენ? გული მიკვდება ხოლმე სისხლი, აი მართლა გეუბნებით რა, აი სისხლი მომდის გულიდან, ამას რო ვხედავ მე, ამდენი სამუშაოა ჩვენს ქვეყანაში ამ განხრით და ერთი ფაკულტეტი არ არსებობს, არც ერთი ფაკულტეტი რა თქინდა, განხრა არ არსებობს, რომ ამ საკითხზე მუშაობდეს, იცით თქვენ?
და ვინც მუშაობს, აი თუნდაც მამა ავთანდილის სახით, იმას რას უშვებიან, იცი, ეკლესიიდან განკვეთეს მამა ავთანდილი. რატომ? ვეკითხებოდი დღეს ჩემს ძმას, ბერს, რატომ განკვეთეს ეს ადამიანი? გააქვთ ფაქტები, ისა მიზეზი მითხარით, რატომ განკვეთეს? რატომ განკვეთეს მამა სპირიდონი, ისა სერაპიონი, რატომ? რატომ განკვეთეს? რატომ განკვეთეს ნიკოლოზ მაქარაშვილი არ განკვეთეს, თვითონ წამოვიდა, მაგრამ მაინც რატომ არიან ეს წმინდანები, კარგი ვთქვათ, არ ვიცით არიან თუ წმინდანები, ხომ? რატომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საკითხებზე მუშაობენ? განკვეთილი ეკლესიიდან, გამაგებინეთ ხალხო რა. ეგ ჩვენ ვიცითო, მაგრამო შენ რა იციო? შენ რა იციო, რომ ის წმინდანიაო? რას ნიშნავს? მეთქი რა ვიცი. იქ ვიჯექი და ვუყურებდი ადამიანს. ეგ მამა სპირიდონის, მამა სერაპიონის ჩემი თვალით ნახე და ილია მეორეც ჩემი თვალით ნახე, აი ცხვირის პირისპირ. ეხლა მე მასწავლე ვინ არის წმინდა? შენ რახან თქვი ვიღაცამ კაკებამ რახან თქვა რომ ეს უწმინდეს და უნიტარესია, იმიტომ ხედავ რომ არ არის ეს კაცი უწმინდეს და უნიტარესი. ამას კიდევ ხედავ რომ წმინდანია მართალი. რატომ განკვეთა ეკლესია მეთქი? რატომ? აი გამაგებინეთ რა, რატომ? შეიძლება ადამიანი საკუთარ ქვეყნის ისტორიაზე მუშაობდეს, ქვეყნის ღირებულებებზე მუშაობდეს და შენ მოიძულო ეს ადამიანი ეკლესია? შეიძლება და იცი რა მითხრა? არაო. ისა ილია მეორეს არ ევალებაო ეკლესიის გასუფთავებაო, იმიტომ რომ მერეო ის ხალხიო აღუდგებაო წინო, გესმის? და სხვა ეკლესია შეიქმნებაო, რომელიც მერეო განყოფას გამოიწვევს. კი, მაგრამ ერთი მაინტერესო, თუ ილია მეორე არ ათავისუფლებს ჯოჯოებისგან საპატრიარქოს, ასეთი ადამიანებისგან რატო ათავისუფლებს, გამაგებინოს რა? რატო განკვეთს ისეთ ადამიანებს, ვინც მართლა მუშაობს სასიკეთო საქმეებზე? არ გაგიჩნდათ ეგ კითხვა? ჯოჯოები უნდა დარჩნენ, იმაში ეშინია, რომ არ აღუდგნენ მერე წინ და სხვა ეკლესია არ წარმოქმნან და ესეთი სათნო ადამიანების, რომლებიც საკუთარ ეროვნულ ღირებულებებზე მუშაობენ, ისინი უნდა განიკვეთონ? აი მითხარი რა ლოგიკაა მაგაში რა? რაღაცა ღვთიური ლოგიკაა? აი, თუ არ გაგიჟდება ადამიანი, არ ვიცი რა და დღეს დამიჯდა ჩემი ძმა და მელაპარაკება ქრისტიანობაზე. რა ქრისტიანობაზე მელაპარაკები, მეთქი ბიჭო? რა ქრისტიანობაზე მელაპარაკები? როცა აი ესეთი ადამიანი განკვეთილები გყავთ ეკლესიიდან რა? და მამათ მავლები იქხავთ შიგნით. ეგო არ ევალებაო ილიასო თურმე რომ გაწმინდოსო ეკლესია. აბა მეთქი მითხარი თუ ილიას ეს არ ევალება, ეს რა ევალება მეთქი ილია მეორეს? რა ევალება? ის ვალდებულებები მითხარი. ეკლესიის მართვა ევალება. ბიჭო, ეკლესიის მართვა თუ ევალება და ეკლესიაში მამათ მავლებით გაგევსო და ნარკო ბიზნესის გაგევსო, მაშინ მითხარი, ამას რატო ერჩი? ამ ადამიანს მეცნიერს რატო ერჩი და ნარკო ბიზნესმენს რატომ არ ერჩი? მითხარი? ემოციური ვარ, მეგობრებო რა. ემოციური ვარ და ემოციურად რომ არ გადმოგცემდეთ ამ სათქმელს, თქვენამდე ვერც მოვიდოდა ეს სათქმელი რა. ამიტომ როგორ შეიძლება ეს საკითხი უემოციოდ განიხილო, როცა ასეთი უსამართლობა ხდება, აგერ ზვიადი პირდაპირ ეუბნება და ამ ხელს ფსევდოქრისტიანებს, რომ მარტო ის კი არ არის ადამიანებთან ქრისტიანობაზე ვილაპარაკოთ, ის არის რომ უსამართლობას ვამხილოთ, გესმის? და მე თუ ხედავ რომ ადამიანმა მუზეუმი გააკეთა თავისი ხარჯებით, თავისი შრომით, ეკლესია გააკეთა, მუზეუმი გააკეთა, გაუქურდეს და განკვეთეს ეკლესიიდან, გესმის? არ არის ეს ეკლესიისთვის საშიში ტიპია ეს, რომ აკეთებს ამდე საქმეს რა. საქმე თურმე არ უნდა აკეთო. ესე იგი მარტო გაძარცვაზე უნდა იყო გადასული და ილია მეორეს დაევასები რა და აღარ განკვეთავს ეკლესიიდან. გესმით რაზეა გადასული ხალხი? გესმით როგორ არის გონება გადმოტრიალებული?
და ჩემნაირები, რომლებიც ეს სიმართლეს კარდაკარ დადიან და ეძებენ, რატომ განკვეთეს, რატო უყურებს ადამიანებს თვალებში და ხედავს, რომ ის ნათელი ადამიანი. და მეუბნება თვალებში მიყურებს და მეუბნება, რა იციო, რომ წმინდანია. მიდი მეთქი და ნახა. ბიჭო, ესეთი რამე არ გამიგია რა. ღმერთო, ჩამოყავი ეს ხელი და მართლა ხო, მეფე მოგივლით ზუსტად რა. მეფეს ელოდეთ და მოგივლით ზუსტად ის მეფე რა. მეფეს ელოდებიან, მეფე გადაარჩენს ილიასაც რა. იმ მეფე მოვა და ის გადაარჩენს თურმე ილიას. ესეთი რამე გაგიგიათ ხო? ეკლესიის მართვა ნიშნავს, რომ განწმენდილი უნდა იყოს დედა ეკლესია, ყველანაირად რომ მრევლს რწმენა გაუმყარდეს. არა, ესეთებისგან უნდა განწმიდოთ ეკლესია, რომ ბევრი ინფორმაცია არ შეუვიდეს ტვინში და არ განათლდეს უცბად. გესმის თურმე რაშია საქმე? ილია მეორეს თავში? და იმეების, რა ქვია, ქურდების და ყოფილი მხედრიონელების ეშინია ტიპს და ისა ვერაფერს ვერ ეუბნება რა, და ესეთებს ჩაგრავს. კეთილ ხალხს და ქრისტიან ხალხს რა თურმე და რა უწმინდეს და უნეტარესი იყოს თურმე აქ ის ილია მეორე რა. ხალხო, გამოფხიზლდით რა. გამოფხიზლდით, გესმით? რას ნიშნავს? გამოფხიზლდით. და მე ვარ შეპყრობილი თურმე ეს სატანის მიერ და სატანა ემაშვება რა, მაძლევს ძალას რომ ამდენ რაღაცას ვაკეთებ. სატანა მაძლევს თურმე ძალას ყველაფერში რა. მადლობას ვეტყვი ღმერთს თუ მაახლოვებს სატანა. მადლობა შევწივრა ღმერთს. სატანას თუ ჩემს სასიკეთოდ და ღმერთთან დასაახლოვებლად მომართა. არ ვიცი რა, არ ვიცი. ამ ხალხს ამ სიბნელეს მხოლოდ ერთი რამე უშველეს, ამ სიბნელეს უშველეს მხოლოდ სინათლე და იყოს სინათლე და შეიქმნას ნათელი. დღე მერვე. ასე თქვა, ასე იმება ღმერთმა. კვლავ შეიქმნას ნათელი. თუ კი სიბნელე მოიცვას სინათლე, კვლავ შეიქმნას ნათელი. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ხო და მეგობრებო, ეხლა ესია რა, უემოციოდ ესეთ წიგნს ვერ წაიკითხა, ვერ, იმიტომ რომ გავაგრძელოთ ედემი ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა და საკუთრებაა. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემში. დაბადება 2:15. ეს ედემი, მეგობრებო, ხო? იგივე ედენა არის რაჭის მიმდებარე ტერიტორიებზე. და აქ მოყვანილი არის, ანუ მეცნიერული მუშაობა რას ნიშნავს, იცით მეგობრებო? როდესაც შენ ხო როდესაც შენ შემდეგ ლიტერატურას დაურთავ, სად და როგორ იმუშავე, გესმის? რაც ამ წიგნში არსებობს ესეთი რამ. და როდესაც ლიტერატურა დართული აქვს ამ საკითხს, ესე იგი ეს მეცნიერული ნამუშევარია. და არ არის, აი როგორც ახლა მე ავიღებ და ანბანზე დავწერ ჩემს წარმოდგენილებს ანბანზე, ეს არის უკვე ჩემი ინტერპრეტაცია, მაგრამ ეს უკვე მეცნიერული ნამუშევარია. მეცნიერული ნამუშევარი არის ის, რომ სხვადასხვა ადამიანებმა იმუშავეს უკვე ამ საკითხზე და შექმნეს უკვე ლიტერატურა და ამ ადამიანმა შეკრიბა ეს ლიტერატურა და თავისით დაურთო და ეს ხალხიც მოაქცია ამ წიგნში. ეს არის მეცნიერული ნამუშევარი. ვინც არ იცით რა არის მეცნიერული ნამუშევარი. და ჩვეულებრივ წიგნს ვინც წერს, ან ვინც თარგმნის, ხო, რამდენია დღეს რომ იპარავს, უბრალოდ ტექსტებს იპარავს რა. აიღებს ტექსტს, გადათარგმნის და გონია რომ მისია უკვე ეს ტექსტი და ეგ არის მოპარვა. თუ არ არის ეს ტექსტი 50 წელს გადაცილებული.
თუ ნახევარი საუკუნის არ არის ეს ტექსტი, ხო? ნახევარი საუკუნის წინ ვინც დაწერა, ვთქვათ, ტექსტი და გარდაცვლილია ის ადამიანი, ხო? ის უკვე გარდაცვლილი თუ არის და ნახევარი საუკუნი არის გასული მწერლის წერალი, ხო? დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაში, გარდაიცვალა 1970 წელს. 1970 წლიდან ერთი ნახევარი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ მისი ტექსტი ეკუთვნოდეს ყველას საჯაროდ. თუ მისი ტექსტი საჯაროდ არავის ეკუთვნის, ხო? არა აქვს უფლება უბრალოდ ადამიანმა წაიკითხოს, გადმოთარგმნოს და მე თავისად გაასაღოს. ანუ მაგალითად, მე რომ ვთარგმნე ენოქის წიგნი, ეს წიგნი ნათარგმნი იყო მე-19 საუკუნეში. ანუ გასულია უკვე 100 წელზე მეტი. გესმით? ამიტომ მე ყველანაირად უფლება მქონდა შემეძლო ამეღო ეს ტექსტი, მეთარგმნა ქართულად და არავისთვის უფლება არ მეკითხა შეიძლება თუ არა აი ეს ტექსტი ავიღო და ვთარგმნო. იმიტომ რომ გარდაცვლილია უკვე მწერალი საუკუნის. დღეს ხდება ტექსტების პარვა. გესმით? ხდება ეს ძალიან ხშირად. ქალბატონმა გიული მომიყვა მე რომ როდესაც ბატონი ამ წიგზე მუშაობდა, ბატონი ავთანდილი, ხო, მამა ავთანდილი. ძალიან ავიწროვებდნენ. და შემდეგ იქამდე მიიყვანეს საკითხი, რომ წიგნი უკვე მზად ქონდა, ანუ ტექსტები მზად ქონდა, რომ ამ წიგნის გამოშვება ვეღარ შეძლო. და გარდაიცვალა მამა ავთანდილი და შემდეგ მისმა მეუღლემ გიული შალიკაშვილმა თავისი ძალისხმევით გამოსცა ეს წიგნი. და ამაზე უკვე ვეღარაფერი ვერ თქვეს. ქალბატონ გიულის ხო აღარ მოკლავდნენ, ხო? ამიტომ ვეღარ შეავიწროვებდნენ. ამიტომ ყოვზინაცარში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ეს წიგნი მაინც გამოიცა. ხო? არ აწყობდათ ეხლა რა თქმა უნდა, რომ ამ თემებს აშუქებდა. ეხლა კაკებს რატო აწყობს? ეხლა პრინციპში გააშუქო ვინ რა დაგვისვა აქ ჩვენს საპატრიარქოში მმართველად, ხო? ამ ტექსტს მირონის დიოდაო ვიღაცა ქალბატონი იმას შვებოდა, ხო? ეხლა მეც ვნახე. Facebook-ზე იყო გააშხერეს, Facebook-ზე დაპოსტეს, რომ მირონმა დაუწყო დენა. რა გითხრათ, მეგობრო, მე რო რაჭაში ვიყავი, რა პირველი რას ვიფიქრე, ეს არის ედემი აქ, იმიტომ რომ იმდენი სახის მცენარეა ერთ ადგილზე მოქცეული. გახსოვთ მე რომ ლაივი ჩავწერე იქიდან პირდაპირ რაჭიდან, რომ მე ვთქვი შანსია ეს კურთხეული მიწა, იქ ისრაელში კი არა, ეს არის კურთხეული მიწა, იმიტომ რომ იმდენი სახის მცენარეა ერთ პატარა ადგილზე მოქცეული, რომ ჩემი მეუღლე ჭკუაზე აღარ იყო, ჩემი მეუღლე საძოვრების მენეჯერია და ესეთი რამე არ უნახავს კაც არსად. ამდენი სახის მცენარე ერთ ადგილზე იყოს ამოსული რა. არ უნახავს არსად. გაოცებული იყო ჩემი მეუღლე რა. თავშეფრადაა გადაქცეული ეკლესია ყველანაირი წყალწაღებული და ჩემი მეუღლეც რომ არ ყოფილიყო გაოცებული, მე თვითონ ვიყავი გაოცებული. ესეთი ამდენი მცენარის ულამაზესით არ ყველა რო ყვავის ლამაზი. ეს იყო სამოთხე. აგერ ბატონ ავთანდილს უკვე დაუწერია. მამა ავთანდილს უკვე დაუწერია, რომ ედემი არის იქ სადაც რაჭა. როგორც ენოქი აღწერს, რომ აქედა რომ დგავარო ამ თაზეო 9 მთა იქით მოჩანსო. 10-ო კიდე 9 კი არა 10 მთა გადაითვალა ენოქმა, როდესაც მე აქ ვდგავარ და იქით კიდე 10 შეხედაო გესმის? აი ესე წერს აღწერს ენოქი თავის წინ. ხო, თავშესაფარადაა გადაქცეული ეკლესია ყველანაირი წყალწაღებულებისათვის და ბნელებისთვის. დაიცვან თავიანთი ბიზნესი, გონება, გახსნილები, არაფერში სჭირდებათ, მათთვის საშიშია გონიერი.
მათთვის კი არა, მათი ფულებისთვის, ხო? მათი ფულებისთვის საშიშია, თორემ მაგათ არაფერს არ დაუშავებს. არ მოკლავს გონიერი ადამიანი, არ ეტაკება და არ მოკლავს ესეთ ხალხს. ხო, აი მეცნიერული ნამუშევარი მეგობრებო, ახლა მეცნიერებმა ეს იციან, უბრალოდ მე იმ ადამიანებს ვუხსნი, ვინც მეცნიერულ საკითხებში არ არის გარკვეული. როგორც კი ტექსტი აღებული გაქვს აი აქედან, ხო? აი აქ გაქვს აღებული ტექსტი და ამოღებული ეს ნიმუშები და ბოლოში ურთავ ლიტერატურას. ეს ლიტერატურა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ესე იგი, სახელით, გვარით, გვარი რაშუაშია სახელი და რომელმა გამომცემლობამ გამოსცა რომელ წელს და აი ეს არის ლიტერატურა და ეს არის მეცნიერული მუშაობა. რამდენიც გინდა იმდენი ტექსტები მიწერია გერმანულ ენაზე და საბოლოო ჯამში ხო საბოლოო ჯამში მაინც რეჟისორი გამოვედი რა. რეჟისორი რო არ გამოსულიყავი, ალბათ მე ამ ლაივებს ვერ ჩავწერდი. მაგასაც თავისი ნიჭი სჭირდება და მაგასაც თავისი არ ვიცი, რაღაცა სჭირდება, რომ მედიასთან კავშირი გქონდეს რა, მედია საშუალებებთან. აი აქ წერია უკვე ფუსტებზე. აქ უკვე ფუსტებზე წერია და ამასაც რა თქმა უნდა, როგორც კი დრო მომეცემა განვიხილავ, ხვალ მთელი დღე გზაში ვიქნები და ამიტომ ხვალ მე არ მექნება იმ საშუალება, რომ ეს წიგნი ამ წიგნის კითხვა დავიწყო. ამიტომ დღეს რასაც მოვასწრებ, ხვალ დილითად რომ დავდგე და მოკლედ ესეთ დღეში ვარ მეგობრებო რა, აქეთ-იქით და დღეს რო ვეუბნებოდი მეთქვი ჩემ ძმას, რომ ეხლა რას უნდა შვებოდეთ, იცით თქვენ მეთქი? კარ უნდა დადიოდეთ და ადამიანებს ანუგეშებდეთ მეთქი რა, ისეთ დღეშია მეთქი კაცობრიობა. ისეთ დღეშია მეთქი კაცობრიობა. და ეგ იქნება მეთქი ქრისტიანული და არა ის ეხლა რასაც თქვენ აკეთებთ მეთქი რა. არ არის ეს ქრისტიანული, როცა შენი თავის კომფორტზე მუშაობ. არ არის ეს ქრისტიანი. არ ვიცი რა. ერთი ის ვიცი, რომ ეკლესია ზვიად გამსახურდეს განიხილავს როგორც მოღალატეთ და აი რაღაცა იცი როგორ აი პატრიარქს არ დაუჯერაო მაგანო და ესე რა. პატრიარქს არ დაუჯერა თურმე ზვიადი და იმიტომ მოკლეს. რა მაგრები არიან რა, ჯერ ეგეთიც, ჯერ ამაგრები არიან, იმიტომ მოკლეს, რომ პატრიარქს არ დაუჯერა და მე ამას ბერი რო გეუბნება, რომ აი მაგან პატრიარქს არ დაუჯერა და მოკლეს იმსახურებდა. აი მაგას რო გეუბნება ბერი ხო გაგიჟდები საერთოდ გადახვალ ჭკუიდან ქრისტიანული სულისკვეთების ადამიანი. და ესე ამაყებად ბერებს, რომ ესე იგი ეროვნულმა ადამიანმა საკუთარი კულტურის და ენის, მამულის და სარწმუნოების დამცველმა თუნდაც ბატონმა ავთანდილმა და თუნდაც ნიკოლოზ ნარიმანმა პატრიარქის გამოხდილი სტაფილოსწენი არ დალია და ის ცუდია, საშიში ტიპია და ის განიკვეთეს და იქ ბავშვებს რომ პედოფილიაში აბრალებენ და მამათ მამლობაში რომ ბრალსდებენ, ის არ არის, არ განვიკითხო, არ განვიხილოთ ეგ საკითხები, არა. ეგ მეერე გადავდოთ, ყველას ღმერთი მოუვლის, ყველას და ესენი საშიშები არიან. გესმის? ესენი ძალიან საშიშები არიან, ძალიან თანაც. სრულიად საქართველო არის ედემის ბაღი, თამარ. უნდა ნახო რა ხდება სტეფან წმინდას მთებში, რა ხდება რა. ხო, ეგა, გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები. სრულიად საქართველო არის კურთხეული მიწა. ეს არის მიწა, სადაც მართლა ედემის ბაღია რა, მართლა. ხო გეუბნებით? ჩემი მოყრე სად აღარ ყოფილა რა გეოგრაფია და მოკლედ სად აღარ ყოფილა რა, მაგრამ საქართველოში რო ჩამოვედიო, აქ სულ სხვა რაღაცა იგრძნობაო რა. აქ თებში არის ზღაპრული, აი როგორი ის არის, აი შეგრძნების დონეზე რაღაც ზღაპრულია.
შეგრძნების დონეზე არის მისტიური, გესმით? მისტიური ადგილია. მისტიური, აი, რო დავდივართ ჩვენ და მთებს რო უყურებ და ზოგჯერ დილა, ზოგჯერ ნისლია, ზოგჯერ რამდენ რა წელიწადის დროს აღარ ყოფილვართ ჩვენ მთებში და ყოველთვის სხვადასხვანაირია, ყოველთვის მისტიურია. როგორც აი ფილმებში არის ხოლმე აღწერილი, რა მე ვთქვი, ხანდახან ვფიქრობ, რატომ არა მაქვს კამერა თვალი? მე რატო, ჩემი თვალები რატო არ არის კამერა, რომ ფილმებს გამოვჭრითი? ზოგჯერ მაგას ვფიქრობ ხოლმე, მართლა გეუბნებით, რომ დავდივარ, იმიტომ ისეთ კადრებს ხედავ ხოლმე, რომ აი გული მიკვდება, რომ ეხლა ოპერატორი რატომ არ არის აქ და ესეთი ფიქრები მაწუხებს. ძალიან სილამაზეა საქართველოში, კარგით რა ხალხო რა. ეგრეა, რას ვიცით. და მე ემოციური რატო ხარ ვიღაცამ დამიზერა იქ. რაღაცებს წერენ ხოლმე რა, რაღაც სისულელეებს. მე მგონი ამ გოგოს მკურნალობა სჭირდება ვიდრე სხვა ყველაფერს. რა საშიში გავხდი. მიმკურნალეთ ხალხო, რომ აღარ დამაინტერესოს მეცნიერებამ და აღარ დამაინტერესოს ჭეშმარიტებამ, მიმკურნალეთ. წამალი მომეცით, რომ ცოტა დავდებილდე. თორე ძალიან ჭკუა გადმომდის, გესმით და საშიში ვხდები საპატრიარქოსთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. თუ არ გაიცინებს კაცი, სხვა რა უნდა ქნას. ესეა ესე ხალხო, სამწუხაროდ ყველაფერი გადმოყირავებულია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეხლა უნდა დაგემშვიდობთ, იმიტომ რომ უკვე 2 საათი დაიწყო და ხვალ დილით უნდა ავდგე და ექსკურსიაზე მივდივართ მე და გოგოები. როგორც გითხარით. გიჟები ვაჩვენებთ მაგათ ზუსტად. ხო და ეს გიჟები თავისუფლები ვართ და ახლა ჩვენ ვიქნებით ძალაუფლებაში. თავისუფლები. თვალები მეხუჭება მაგრად ეხლა და დაგემშვიდობებით მივხვდებით იმისა, რომ კიდე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო თქვენთან ერთად, მაგრამ აი ხო გეუბნებით. ემოციური დღე მქონდა დღეს ძალიან. კიდევ რამდენიმე მატრიცები მივწერე, განხილვა მატრიცების, არ გეგონოთ რომ დამავიწყდა ეს მატრიცები, მეგობრებო, 85 ადამიანი მყავს ჩაწერილი და 85 ადამიანს ხო უნდა რომ ჯერ იცით რა, ენერგეტიკულად, როდესაც ადამიანს უნაწილებ ენერგიას, აი მართალი გითხრათ, 6 ადამიანზე მეტი უკვე არის ძალიან დამთრგუნველი და გადამღლელი. ამიტომ 6 ადამიანი ყოველდღიურად თუ მაქვს ხოლმე მაგის დრო, ვუშვებ ინფორმაციებს რა და ამიტომ ცოტა ხანი მოთმინება იქონიათ, აუცილებლად მოგწერთ თქვენც ვინც ჩავიწერე და ვინც ამოწერილი მყავს. თუ ვინიცობა ვინმე გამომრჩა, გამომრჩა ხო, მე გადავამოწმებ კიდე რომ მოვრჩები ყველას, განგიცხადებთ რომ მოვრჩი უკვე მატრიცების განხილვას და თუ ვინმე გამორჩა, მომწერეთ რომ თქვენ გამოგიგზავნოთ ინფორმაციები. თუ რომ ორგანიზაცია ხო სჭირდება ამ ყველაფერსაც არა. აბა დაგემშვიდობებით, წავედი და გაკოცეთ ყველას. ხვალამდე. უფრო სწორედ დღეს დილამდე.